Zoom-ის ფორმატი და ორგანიზაციული ცვლილებები. ახლა დღესასწაულების პერიოდია, ხალხი ცოტა არის, მაგრამ Zoom-ს ნებისმიერ შემთხვევაში ვატარებთ. ყველა, ვინც ვერ შეძლო დასწრება, ჩანაწერს ნახავს. პარალელურად ვაცხადებ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვცვლით Zoom-ების ფორმატს. აღარ მინდა რომ შეხვედრები საათობით გრძელდებოდეს. ამ მომენტიდან მე ვახმოვანებ მხოლოდ საკვანძო სიახლეებს და გადაწყვეტილებებს. პროგრამისტების ანგარიშები და ტექნიკური დეტალები ოფიციალურ ჩატში წერილობით გამოქვეყნდება. მიზანი მაქსიმუმ 10-15 წუთი მკაფიოდ და საქმეზე. ეს არ არის გამარტივება, ეს არის აჩქარება. კომპანია შედის ფაზაში, სადაც სიჩქარე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმალობები. SAP და დამატებითი გადახდა $150. საბოლოო გადაწყვეტილება ცოცხალი ენით. ახლა მინდა დავხურო საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად განიხილებოდა წინა Zoom-ის შემდეგ. ეს არის SRIP-ის და $150 დამატებითი გადახდის თემა. წინა ჩარტოზე მე ვსაუბრობდი ვარიანტზე, რომლის მიხედვითაც $15 დარიცხვების მისაღებაც საჭირო იყო $150 დამატებით გადახდა. და მე მშვენივრად მესმის, რატომ გამოიწვია ეს ნაწილ პარტნიორებში დაძაბულობა. დღესასწაულებია. ყველას განსხვავებული ფინანსური მდგომარეობა აქვს და მე ვხედავ, რომ ასეთ ფორმულირებას ბევრმა ზეწოლად აღიქვა. მნიშვნელოვანია, თავიდანვე თქვა მთავარი, მე გადავხედე ამ გადაწყვეტილებას. დღეს მე სრულად ვხსნი $150 დამატებითი გადახდის ვალდებულებას. დარიცხვები ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება. არავინ გაუქმდება სისტემიდან, არავინ დაიბლოკება და არავინ დარჩება გარეთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა დამატებით გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. როგორ მუშაობს ეს ახლა ფაქტობრივად? თუ ადამიანი $150 არ გადაიხდის დამატებით, მას, როგორც ადრე, გაუგრძელდება თანხის დარიცხვა, მაგრამ $10 ოდენობით. ეს $10 მასთან რჩება და შემდეგ თავად ფარავს დარჩენილ $5 სტრუქტურული პროგრამის გადასახდელად. ის რჩება სისტემის აქტიურ მონაწილედ ყოველგვარი სანქციების გარეშე. თუ ადამიანს სურს და შეუძლია $150 დამატებით გადახდა, მაშინ მას დაერიცხება $15 და სტრუქტურული პროგრამა სრულად იფარება. ეს უბრალოდ უფრო კომფორტული მონაწილეობის რეიმია. ორივე ვარიანტი მუშაობს. ორივე ვარიანტი ლეგალურია და არც ერთი მათგანი არ ხდის ადამიანს სისტემაში უარეს. ან უკეთეს. სპეციალურად ვუსვამ ხაზს. $150 დამატებითი გადახდა სავალდებულო არ არის. ეს არ არის კომპანიაში გადარჩენის პირობა. ეს მხოლოდ შესაძლებლობაა, რომ გაიმარტივო მონაწილეობა და მიიღო მაქსიმალური დარიცხვა. ჩემი პრინციპული პოზიცია აქ ძალიან მარტივია. კომპანია არ უნდა აუქმებდეს ადამიანებს სისტემიდან დროებითი ფინანსური სირთულეების გამო. SAP თავიდანვე გაანგარიშებული იყო როგორც სტაბილურობის და პარტნიორების დაცვის ინსტრუმენტი. დიახ, აქტიური პარტნიორებისა და ლიდერებისთვის $150 დამატებითი გადახდა ნამდვილად აზრიანია, ეს ლოგიკურიცაა და მომგებიანიც. მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ იწყებს, ან ახლა არა ისეთ მდგომარეობაში, რომ დამატებით გადაიხადოს, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ის ჩვენთან რჩება და აგრძელებს მუშაობას. ცალკე ვთხოვ ლიდერებს, სწორად მიიტანონ ეს ინფორმაცია თავიანთ სტრუქტურებში. არ არის საჭირო ამის წარმოდგენა როგორც ვალდებულება ან ულტიმატუმი. საჭიროა მყაფიოდ და პატიოსნად ახსნა. არსებობს მონაწილეობის ორი ვარიანტი და არჩევანი ყოველთვის ადამიანს რჩება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ საბოლოოდ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე. SRIP მუშაობს. დარიცხვები მიდის. $150 სურვილისამებრ. ამის გამო არავინ გაუქმდება. ჩემთვის ეს საკითხი დახურულია. ღირებულებითი ბლოკი, შობა და დღესასწაულების მნიშვნელობა. გილოცავთ ყველას ქრისტეს შობას. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და დასავლეთი ქვეყნები, სადაც ტარდება გამოკითხვები და ადამიანები ვერ პასუხობენ, რა არის შობა. მე ამას ვადარებ სიტუაციას, როცა ადამიანი მოდის დაბადების დღეზე და არ იცის ვისი არის და რატომ მოვიდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევახსენო. შობა. ეს არის მხსნელის დაბადება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა და უფროსი თაობა ამას ჯერ კიდევ იგებს. ახალი ინსტრუმენტი Telegram-ში. კომპანიამ შეიძინა ახალი სისტემა Telegram-ში, იმ შეთანხმების ანალოგი, რომელსაც ადრე გვპირდებოდნენ. რა სისტემაა ეს? ხელოვნური ინტელექტი თავად ესაუბრება ადამიანებს, პასუხობს წინააღმდეგობებზე, წარმართავს დიალოგს, დახურავს გარიგებებს. ჩვენ ვხედავთ ყველა მიმოწერას და საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ჩავერთოთ.
სისტემის ღირებულება იყო დაახლოებით 70,000 რუბლი, მაგრამ მე შევიძინე 30,000-ად. ჩემი გეგმა მარტივია: სისტემის გატესტვა, შედეგებით ვიდეოს ჩაწერა. შედეგების მიხედვით გადავწყვიტოთ, ვმასშტაბირებთ თუ არა. უსვამ ხაზს. იდეა მომწონს, მაგრამ საბოლოო ვერდიქტს მხოლოდ პრაქტიკა აჩვენებს. პროექტი ბიზნესმენების დახურვა. მე ოფიციალურად ვაჩერებ პროექტს ბიზნესმენები. მიზეზები. პროექტმა შედეგი არ გამოიღო. მომდევნო თვეში კვლავ საჭიროა გადახდები. საბანკო გარანტიების მოთხოვნები არარეალისტურია. საბანკო გარანტია. ეს ფაქტობრივად ბანკში მილიონობით დოლარის გაყინვაა, რასაც კომპანია არ გააკეთებს. ყოველდღე მე ვიხდი ხარჯებს მიმართულებით ბიზნესმენები. ტელეფონია, კონტრაქტი ბილაინთან და რიგითი სხვა თანამდები ხარჯები. ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. მიმდინარე ხარჯების ზედმეტად არამომგებიანია, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მიმართულებით შედეგი პრაქტიკულად ნულოვანია. ჩემი პირადი დანაკარგები როგორც კომპანიის ამ პროექტზე შეადგინა დაახლოებით 700-800 რუბლი. კომპენსაცია პარტნიორებისთვის. თავარი მომენტი, მე გადავწყვიტე, ისე გავაკეთო, რომ თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ ზოგ შეიძლება ეგონოს, რომ მე ამის ვალდებულება მაქვს. ეს ასე არ არის. მე ამის ვალდებული არ ვარ კიდევ, იმიტომაც, რომ ფაქტობრივად მე დავხარჯე ბევრად მეტი, ვიდრე პარტნიორებმა შეაგროვეს, ორჯერ ან თუნდაც სამჯერ მეტი. მაგრამ რადგან არ მინდა ჩვენი პარტნიორების იმედგაცრუება, ასე რომ ვინც მონაწილეობდა ამ პროექტში, შეძლებენ ამ თანხების გაცვლას კომპანიის აქციებზე. მნიშვნელოვანია, გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ახალ აქციებზე. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დადებული $400, მაშინ ჩაგეთვლებათ 4 ახალი აქცია, შესყიდული სტატუსით, ანუ სრული სტატუსით. ამასთან ეს თანხები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას საკრედიტო აქციების დასაფარად, რადგან კომპანიაში უკვე აღარ არის ეს სახსრები. ისინი რეალურად დაიხარჯა ბიზნესმენების პროექტზე. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, მე შემიძლია ვაჩვენო ყველა გადარიცხვა და გადაიანგარიშონ და დაადასტურონ, რომ ეს ფული დახარჯულია და აღარ არსებობს. ჩვენ ვერ ჩაუთვლით მას. საკრედიტო აქციების გადახდაში თანხები, რომლებიც შემოდის საკრედიტო აქციებისთვის, მიდის კომპანიის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, მათ შორის ხელფასებზე. თუ ჩვენ ბიზნესმენების თანხებს საკრედიტო აქციებში ჩაუთვლით, მაშინ ხელფასების გადახდისთვის არაფერი დაგვრჩება. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ეს თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ პარტნიორების მიერ ახალი აქციების მისაღებად. თამაშები და ტურნირები, სტრატეგიული ვექტორი. მე შევაგროვე 59,922 აქტიური მოთამაშის ნიკი ბარათიანი თამაშიდან, სადაც ადამიანები რეალურად თამაშობენ ტურნირებში. ზოგიერთმა მათგანმა ითამაშა 6,000 პლუს ტურნირი, 5,000 პლუს ტურნირი. ეს არ არის შემთხვევითი აუდიტორია. ეს პროფესიონალი და ჩართული მოთამაშეები არიან. უკვე მზად მაქვს ავტომატური გაგზავნის სკრიპტები. ამ თამაში სპამი არ არის, ამიტომ შეტყობინებებს წაიკითხავენ. მოთამაშეების მოზიდვის ვორონკა. ჩემი სტრატეგია. ვწერ დეტალურ YouTube მიმოხილვას ჩვენი თამაშისა და ტურნირების შესახებ. ბმულს ვუგზავნი ყველა ამ მოთამაშეს. კონვერსია რომ მხოლოდ 1% იყოს. ეს 500-დან 1000-მდე ახალი მოთამაშეა. VIP ბარათის გარეშე ტურნირებში თამაში პრაქტიკულად შეუძლებელია. ხაზგასმით ვამბობ, 1000 მოთამაშეც კი. ეს უკვე სერიოზული შედეგია. ტურნირების ეკონომიკა. შემოსავლის დეტალური მოდელი ცოცხალი ენით. ახლა მინდა დეტალურად ავხსნა, როგორ არის ჩვენთან აწყობილი ტურნირების ეკონომიკა და რატომ იმაჩნია ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად მთელ სისტემაში. თავარს მაშინვე გეტყვით, ეს არ არის კაზინო და არა ისტორია ტიპის გაუმართლა. არ გაუმართლა. ეს არის კონკურენტული ფორმატი გასაგები წესებით, კონტროლირებადი რისკებით და გამჭვირვალე ეკონომიკით. როგორ ტარდება ტურნირი საერთოდ? ტურნირი იწყება კონკრეტულ დღეს. თითოეულ მონაწილეს აქვს შეზღუდული დროის ფანჯარა. ახლა ჩვენ ვორიენტირდებით დაახლოებით 1 საათზე ფორმატს ჯერ ვტესტავთ, შესაძლებელია დასაწყისში მეტი დრო იყოს. ამ დროის განმავლობაში ადამიანი თამაშობს მატჩებს. ნიშნულობა არ აქვს. თავიდანვე შემოვიდა თუ მოგვიანებით. ნიშნულოვანია, რამდენად სტაბილურად და ჭკვიანურად თამაშობს ამ დროის ფარგლებში. თითო გამარჯვებაზე ემატება +3 ქულა, წაგებაზე -1 ქულა. მატჩების რაოდენობა შეზღუდული არა. ზოგი მშვიდად და ფრთხილად თამაშობს, ზოგი აქტიურად სისწრაფეზე. დროის ამოწურვის შემდეგ ყალიბდება საერთო რეიტინგი და იმარჯვებენ ისინი, ვინც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. ახლა ფულზე. საპრიზო ფონდი ყალიბდება მხოლოდ მონაწილეების შესატანებიდან. მარტივ მაგალითს მოვიყვან.
დაუშვათ ტურნირში მონაწილეობს 1000 ადამიანი და შესვლა ღირს $1. შესაბამისად, საერთო საპრიზო ფონდი არის $1000. ამ თანხიდან კომპანია იღებს 10%-ს. ეს არის ჩვენი საკომისიო დეველოპმენტისთვის, მხარდაჭერისთვის, სერვერებისთვის, განახლებებისთვის, მასშტაბირებისთვის და მთელი ინფრასტრუქტურისთვის. დარჩენილი 90%, ანუ $900 პირდაპირ მიდის საპრიზო ფონდში. ეს თანხა ნაწილდება გამარჯვებულებზე, ასე. პირველი ადგილი იღებს 50%-ს, მეორე 30%-ს, მესამე 20%-ს. ჩვენს მაგალითში ეს არის შესაბამისად 450, 270 და $180. მე შეგნებულად ავირჩიე ზუსტად ასეთი მოდელი. აქ არ არის სიტუაცია, როცა ერთმა ყველაფერი წაიღო და დანარჩენები არაფრით დარჩნენ. პრიზი სოლიდურია და мотиваცია აქვს სამივე საპრიზო ადგილს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მასშტაბირება. ტურნირების ეკონომიკა პროპორციულად იზრდება შესვლის ღირებულებასთან ერთად. თუ შესვლა არა $1, არამედ მაგალითად $5, მაშინ იგივე 1000 მონაწილეზე საპრიზო ფონდი უკვე $5000-ია და პირველი ადგილი იღებს $2250. თუ შესვლა $10-ია, ფონდი ხდება $10000, ხოლო პირველი ადგილი $4500. თითოეული ადამიანი თავად ირჩევს, რომელ ტურნირებში მონაწილეობს. არავინ არავის არ ეკაჩება. გინდა თამაშობ მინიმალურ თანხებზე. გინდა შედიხარ უფრო ძვირ ტურნირებში. ეს პირადი კომფორტისა და სტრატეგიის საკითხია. საბაზისო ტურნირები ყოველთვის იწყება მინიმალური თანხებით. თუნდაც ადამიანმა საერთოდ არ წავიდეს. თამაში და სულ აგებდეს თვეში ის კარგავს დაახლოებით $30, მეც არ. ეს პრინციპული მომენტია. ჩვენ არ უქმნით ფორმატს, სადაც ადამიანს შეუძლია მინუსში წავიდეს ასეულობით ან $1000 $. ამით ეკონომიკა არ მთავრდება. თვეში ერთხელ ჩვენ ვატარებთ ტურნირს გამარჯვებულებს შორის. იქ ხვდებიან მხოლოდ ისინი, ვინც უკვე იკავებდა საპრიზო ადგილებს. იქ ყალიბდება ცალკე საპრიზო ფონდი და აქ დამატებით კომპანია ამატებს $500 პირველი ადგილისთვის. ეს უკვე სტატუსისა და პრესტი, ის დონეა. შემდეგ კიდევ უფრო მაღლა. წელიწადში ერთხელ ტარდება წლის მთავარი ტურნირი, სადაც მონაწილეობენ წლის განმავლობაში ყველა ტურნირის გამარჯვებულები. ამ ტურნირში კომპანია ამატებს $10000 პლუს საერთო საპრიზო ფონდი. აქ გამარჯვება. ეს არ არის უბრალოდ ფული, ეს არის სახელი, სტატუსი და სერიოზული აღიარება. ყველა გამარჯვებულისთვის შეიქმნება დიდების დარბაზი. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამომუშავება, არამედ ისიც, რომ მათ ხედავდნენ, რომ კონდეთ ზრდისა და შედეგის განცდა. ეს ძლიერი არამატერიალური мотиваცია და ის მუშაობს. VIP პაკეტები და სტრუქტურა. ახლა მინდა ავხსნა, როგორ არის საერთოდ ამ სისტემაში ჩაშენებული VIP პაკეტები და რატო ვამბობ მუდმივად, რომ თამაში და სტრუქტურა ეს ერთი მთლიანი რამეა. აქ თავიდანვე მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დასმა. VIP პაკეტი თამაში. ეს არ არის დონატი და უბრალოდ ვსვდომა რაღაც ბონუსებზე. რეალურად VIP პაკეტი არის იგივე სტრუქტურული პროგრამა. უბრალოდ შეფუთული სათამაშო ფორმატში. ადამიანი შემოდის როგორც მოთამაშე. მას გონია, რომ უბრალოდ თამაშობს, მონაწილეობს ტურნირებში, ცდის საკუთარ ძალებს. მაგრამ სინამდვილეში ის ავტომატურად ხდება ბიზნეს მოდელის მონაწილე. მექანიკა აქ ძალიან მარტივია. შენ იწვევ ადამიანებს თამაშში, ისინი ყიდულობენ VIP პაკეტებს და შენ გამოიმუშავებ. ერთი მოწვეულ პარტნიორს მოაქვს დაახლოებით $7. ორი რომ მოიწვიე, ფაქტობრივად უკვე თითქმის მთლიანად ამოიღე შენი VIP პაკეტის ღირებულება. შემდეგ რაც ზემოდან მოდის, ეს სუფთა პლუსია აქტიური მოთამაშეებისთვის და ლიდერებისთვის აქ სრულიად სხვა დონე იხსნება. თუ ადამიანი სისტემურად იწყებს ადამიანების მოწვევას, სტრუქტურის აწყობას, თამაშისა და ტურნირების მექანიკის ახსნას, მას შეუძლია $10,000-მდე გამოიმუშაოს, მხოლოდ VIP პაკეტებზე. და ეს თეორია არ არის. ეს ჩვეულებრივი ქსელური მათემატიკაა, უბრალოდ თამაში გახვეული. მე აქ ერთი რამ მჭირდება, VIP სტატუსი არავის არ ეხვევა თავს. მაგრამ გარკვეულ მომენტში ადამიანი თავად ხვდება, რომ მის გარეშე თამაში არ არის მომგებიანი და განვითარება შეუძლებელია. ეს ბუნებრივი არჩევანია და არა ზეწოლა. Marketplace. ახლა მოკლედ Marketplace-ზე. დიახ, Marketplace-ი ჩვენთან არსებობს. ის უკვე ტექნიკურად მუშაობს. მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ახლა ჯერ ის ეტაპი არ არის, როცა იქ მასობრივად უნდა მოვიწვიოთ გამყიდველები და მყიდველები. ამ ეტაპზე აუდიტორია ჯერ პატარაა, მყიდველები ცოტაა. თუ ახლა მასობრივად შევიყვანთ გამყიდველებს, ისინი უბრალოდ გაყიდვებს ვერ დაინახავენ.
მე არ მინდა აქტივობის ილუზიის შექმნა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები იქ უკვე მზა, ცოცხალ პლატფორმაზე შევიდნენ. ჩვენი ორიენტირი არის მარტი. პროგრამისტები ამზადებენ marketplace-ის ახალ, უფრო ლამაზ, უფრო მოსახერხებელ ვერსიას. როცა მას გამოუშვებთ და იქ რეალური ტრაფიკი წავა, მაშინ უკვე აზრი ექნება აქტიურად დაუკავშიროთ გამყიდველები და გავზარდოთ მასშტაბი. ამიტომ ახლა ჩემი პოზიცია მარტივია, marketplace-ი შენდება, იხვეწება და სრულმასშტაბიან ჩაშვებაზე ემზადება. ცოტაოდენი მოთმინება და ის გაისვრის ისე როგორც უნდა. პირადი ბლოკი, ცოტა პირადიც რომ გესმოდეთ, რა ხდება და სად ვარ ახლა? ესპანეთში ვარ. ახლა დოკუმენტებზე ვმუშაობ. ვაბარებ თითის ანაბეჭდებს. ყველაფერს ოფიციალურად ვაფორმებ. რეზიდენტის ბარაც კიდევ რამდენიმე კვირა უნდა დაველოდო, მაგრამ პროცესი მიდის. აქ ახლა თბილა. დაახლოებით +15 გრადუსია. შვიდად დავდივარ ველოსიპედით. ზამთრის ტანსაცმლის გარეშე. ზოგჯერ სასაცილო აყურება, როგორ ეშინიათ ადგილობრივებს, საშინელი. ძვიმების, რომლებიც რეალურად უბრალოდ მსუბუქი ინღლია. მე ასეთ მომენტებს უბრალოდ ასე არ გიზიარებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გესმოდეთ, პროექტის უკან ცოცხალი ადამიანები დგანან და არა აბსტრაქტული კომპანია. შეჯამება, დასკვნები და 2026 წლის სტრატეგიული ფოკუსი. და ახლა ყველაზე მთავარი. შევაჯამოთ. მე გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს წელი ძალიან ძლიერი შესაძლოა. ყველაზე ძლიერიც მთელი დროის განმავლობაში. ადრე ჩვენ ადამიანებს ფაქტობრივად მზა პროდუქტის გარეშე ვიზიდავდით, იდეაზე, რწმენაზე, პერსპექტივაზე და ასეთ პირობებშიც კი გვქონდა შესაძლებლობა სტრუქტურების აგება. ახლა სიტუაცია პრინციპულად სხვაა. ჩვენ გვაქვს მოქმედი თამაში, ტურნირები, რეალური ეკონომიკით გასაგები, სტრუქტურა, marketplace, რომელიც ფინიშის ზღვარს უახლოვდება. ეს ყველაფერი ერთ ეკოსისტემად იკვრება და როცა პროდუქტი უკვე არსებობს, ზრდის პოტენციალი რამდენჯერმე იზრდება. ამიტომ მე მომავალს მშვიდად და თავდაჯერებულად ვუყურებ. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებლად, მაგრამ სისტემურად. და მე დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან ძლიერი განვითარების ეტაპი გველოდება. ამით ვასრულებ და ვითარდებით და ვაგრძელებთ ჩვენ გზას.